რეფორმა ზოგადად და უმაღლეს განათლებაში ცვლილებების სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად საგნების სწავლება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთი სახელმძღვანელოთი მოხდება. ეს ვალდებულება გავრცელდება კერძო სკოლებზეც. სრული ზოგადი განათლება 11 წელს მოიცავს, მე-12 კლასს კი მოსწავლე ნებაყოფლობის წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით აირჩევს. სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმაც, რაც შეეხება უმაღლეს განათლებას. შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან. გაერთიანდება საქართველოს ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ზოგადი განათლების მიმართულებით მინისტრმა წარადგინა დეტალური ხედვა, რომელიც გამოქვეყნებულია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმის ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ კანონპროექტის პირველი პაკეტი უკვე შემოდგომის სესიაზე იქნა დამტკიცებული, ხოლო მეორე პაკეტი მომავალ კვირას გავა. მეორე პაკეტი მიზნად ისახავს ეგრეთ წოდებული წამყვანი, ანუ ლიდ პროფესორის სტატუსის შემოტანას, რომელიც დაემატება არსებულ პროფესურას. დღეს არსებული მოდელის მიხედვით მოგეხსენებათ, რომ არსებობენ პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ პროფესორები და ასისტენტები, დაემატება მათ წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დაახლოებით კათედრის გამგის პოზიცია იქნება, ანუ მათ დაევალებათ მიმართულების ხელმძღვანელობა. ძირითადად ამ მიმართულებას ეხება შესაბამისი ცვლილებები, ასევე მეორე ტექნიკური მუხლი გახლავთ რეორგანიზაციის პროცედურების გაწერა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ და შესაბამისად აღნიშნული მუხლი ეხება სწორედ ამ მიმართულებით უფრო მეტ დეტალიზაციას.